დღეს მომავზადოთ ძალიან გემრიელი და მარტივი ბურგერის პურები. თბილი რძე ჩავასხათ თასში. მე 2 მაგ პორციას ვაკეთებ და 1 პორციის რეცეპტს ზუსტად დავწერ აღწერაში. შემდეგ დავამატოთ შაქარი, რომ კარგად გააქტიურდეს უფრო მეტად საფუარი და შემდეგ დავუმატოთ საფუარი. ამოურიეთ და კარგად გახსენით საფუარი და შაქარი და შემდეგ დავუმატოთ ფქვილის ნახევარი. ამოურიოთ. დავაცადოთ 10-15 წუთი, რომ საფუარი გააქტიურდეს. და მერე შემდეგ დავამატოთ უკვე დანარჩენი ფქვილი. ნახეთ ფქვილს როგორ შეიზელს. შეიძლება მითითებულზე ნაკლები დასჭირდეს, ან მითითებულზე მეტი. მე ბოლოს გაჩვენებთ როგორი სისქის და სტრუქტურის უნდა იყოს ცომი და იმის მიხედვით უკვე მიხვდებით. მე აქ ვუმატებ უკვე კარაქს, გამოვალ კარაქს, ოღონდ არა ცხელს, ცოტა რომ შეგრილდება. და კარგად რომ შეეზილება და აირევა, უკვე მზად არის ჩვენი ცომიც. აი ნახეთ როგორ გამოიყურება, არ ეწებება ხელზე და არ არის მაგარი, ძალიან რბილია, მაგრამ არ ეწებება. შემდეგ გავაჩეროთ 1 საათი 1.5 გაურმაგებამდე და შემდეგ უკვე მოვაგუნდაოთ პატარ-პატარა გუნდებად. მე 200 გრამი ავიღე, თუმცა თქვენ რა ზომაც გნებავთ, თქვენი სრულისამებრ შეგიძლიათ რომ გაზომოთ და აწონოთ. არ ვჭრი ამ მონაკვეთს ვიდეოდან სპეციალურად, რადგან ვინც პირველად აკეთებს, მათ უფრო მეტად სჭირდებათ ხოლმე რომ ნახონ თვალის თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ. და ამიტომ არ ვჭრი ამ მონაკვეთებს. ვცდილობ რომ ავაჩქარო, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს. აი ასეთნაირად მოვუმგვალოთ. ცოტა დავაწვეთ ზემოდან და დავპრესოთ, რომ ძალიან მაღალი არ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ სიგანიშიც რო გავიდეს. და დავაცადოთ 20 წუთით 9 საათი. შემდეგ აი აქაც ეთყობა რომ დავაწექი, როდესაც უკვე ლანგარზე გადავიტანე საცხობ ფორმაზე. წაუსი კვერცხი, ზეთი და რძე, ცოტა მარილიც და მოვაყარე სეზამის მარცვლები, ესეც გემოვნებით. შემდეგ უკვე გამოვაცხე 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში, თუმცა თქვენს გასკურაზეა ეს დამოკიდებული. იმედია მოგეწონათ ჩემი გაზიარებული რეცეპტი.